ოცნების რეჟიმმა ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. ოლიგარქის პარტია კვლევებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ევროკომისიასთან, სწორედ ამ უკანასკნელის დაკვეთილად ასაღებს. ოცნების პროპაგანდა ასე მოიქცა Freedom House-ის და Heritage Foundation-ის ანგარიშების შემთხვევაში. ოცნების მედიებმა მათი მონაცემები ერთდროულად კოორდინირებულად გაასაღეს ევროკომისიის დაკვეთილად. თქვეს, რომ თითქოს საქართველოს პროგრესი აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რასაც ევროკავშირის ლიდერები არ აღიარებენ, თუმცა კვლევებში ვერ მალავენ. პროპაგანდამ მანიპულაციისათვის გამოიყენა ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის ვებგვერდი, სადაც 150-ზე მეტი ინდექსი და რეიტინგია განთავსებული. რეალურად ეს ინფორმაციას აიძედებს მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ გულისხმობს, რომ დასკვნებს ევროკომისია მხარს უჭერს, იყენებს ან ამტკიცებს. როგორია ბრიუსელის რეალური შეფასება საქართველოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ფორმულამ ამ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა. ევროკავშირმა საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ საკუთარი შეფასება 2024 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში წარადგინა, რომელშიც დაასკვნა, რომ საქართველო ამ სფეროში უკუსლას განიცდის. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის სისტემური და არსებითი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება. საქართველომ ასევე უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი ქმედებები ევროკავშირის მიერ დასახელებული 9 ნაბიჯის რეკომენდაციების უმეტესობის შესასრულებლად, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან და პროკურატურასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ევროკავშირმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენების გამო. ბოლო დროს ეს შეშფოთება ხაზგასმით გამოითქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. Freedom House არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია და მისი ყოველწლიური ანგარიში Freedom House-ის საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად ქვეყნდება. ის ევროკომისიასთან არანაირად არ არის დაკავშირებული.